ერთი საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი კი საზოგადოებრივ მაუწყებელს ეხება. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების მიერ მომზადებული წინადადების მიხედვით ქვეყნის უზენაესი კანონის 24 მუხლი უნდა შეიცვალოს. მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ სახელმწიფო თუ კომერციული გავლენებისგან თავისუფალი საზოგადოებრივი მაუწყებელი. სწორედ ამ სახის ჩანაწერი შეტანას ითხოვენ საკონსტიტუციო ინიციატივის ავტორები მუხლში, რომელიც საქართველოში გამოხატვის თავისუფლებას ეხება. თუმცა წინადადება უკვე გახდა დავის საგანი პოლიტიკურ წრეებში. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად საკითხი საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთი თემატური ჯგუფის დღის წესრიგში უკვე შევიდა. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია, ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოსთან ცალკეულ პირებს არ აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება. მედიის თავისუფლება კონსტიტუციის 24 მუხლით არის გარანტირებული. ამ მუხლში ცვლილებების შეტანას არასამთავრობო სექტორი და ექსპერტები ითხოვენ. მათ უნდათ, რომ 24 მუხლში გაჩნდეს ჩანაწერი საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ეს წინადადება ინიციატორებმა საკონსტიტუციო კომისიის დღევანდელი შეხვედრისთვის მოამზადეს. კონსტიტუციურ დონეზე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეთა უფლება გარანტირებული, რომ კონდეთ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც თავისუფალი იქნება სახელმწიფო და კომერციული გავლენებისგან და რომელიც დააკმაყოფილებს კულტურულ, სოციალურ და პოლიტიკურ ინტერესს. ევროკავშირის ქვეყნები იცნობენ ესეთ მუხლებს კონსტიტუციაში. იქ არ არის შეიძლება სადავო, რომ რაღაც არადემოკრატიული არის ხელისუფლება, უბრალოდ ეს არის გარკვეული სტანდარტი და ვფიქრობთ, რომ ეს სტანდარტი უნდა იყოს ჩვენთანაც. ლაშა ტუღუში ინიციატივის ერთ-ერთი ავტორია ვახუშტი მენაბდესთან, ზვიად ქორიძესთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, რომლებიც საკონსტიტუციო კომისიის წევრები არიან. ინიციატივას უკვე იცნობენ კანონმდებლები, მმართველი გუნდის წარმომადგენელი დეპუტატები, საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ ქვეყნის უზენაეს კანონში ჩანაწერის დამატებას არ ეთანხმებიან. კონკრეტულად საზოგადოებრივი მაუწყებლის თემა რამდენად მიზანშეწონილი არის, რომ გამოვყოთ მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი, სამართლებრივად და დოგმატურად იურიდიული კუთხით თუ მიუდგებით, მე არ ვფიქრობ, რომ ეს რაღაც ლოგიკური იყოს, იმიტომ რომ ისედაც დამოუკიდებელი არის და ისედაც არის მედიის დამოუკიდებლობა. კონსტიტუციაში ჩაწერის თაობაზე არგუმენტებს მოვისმენთ, ალბათ რამდენად იქნება ეს აუცილებელი, თუმცა ისეთ რომ საკანონმდებლო ცვლილებებზე სადაც მუშაობთ ამ კუთხით, რომ გავაძლიეროთ მაუწყებელი. ეკაბესელია მაუწყებლობის შესახებ კანონს გულისხმობს, რაც ოპოზიციისთვის მხოლოდ ფორმალური დამოუკიდებლობის გამსაზღვრელი ფაქტორია. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეალურ დამოუკიდებლობას პოლიტიკური ნება სჭირდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა სჭირდება პოლიტიკური ნება და არა ფორმალური დამოუკიდებლობა, რაც განსაზღვრული არის კანონმდებლობით საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ. საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა ჰქონდეს მაღალი დამოუკიდებლობის გარანტიები, თუმცა მე რა პროცესებსაც დღეს ვადევნებ თვალს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ეს პრობლემები კონსტიტუციით ვერ მოგვარდება. ჩვენ გაცილებით უფრო დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე და აქ ცოტა სხვანაირი მიდგომა არის საჭირო. ინიციატივის განხილვა საკონსტიტუციო კომისიის იმ ჯგუფის შეხვედრებზე გაგრძელდება, რომელიც ადამიანის ძირითად უფლებებზე მუშაობს.